რადიო სპუტნიკის საქართველო. საუბრობთ იმაზე, რაზეც სხვები არ ლაპარაკობენ. რას ნიშნავს სომნამბულიზმი, ანუ მთვარეული? სომნამბულიზმი, იგივე მთვარეული როგორც ვცანეთ, ნიშნავს სომნა ძილად ითარგმნება და ამბულარე კიდე სიარული. ძილში სიარულს ნიშნავს პირდაპირ უთარგმნით, მაგრამ სომნამბულიზმი და მთვარეულობა მარტო სიარულში არ გამოვლინდება. იგივე სომნამბულიზმის გამოვლინება ისიც თუ ღამით საუბრობს ადამიანი, ლაპარაკობს, შეიძლება თვალგახელს ეძინოს, შეიძლება ნახევრად წამომჯდარ პოზიციაში ეძინოს. არის შემთხვევები, როცა ასეთ დროს ხათავენ კიდეც და გაღვიძებულები ვერ იხსენებენ საერთოდ როგორ წამოთმენ, როგორ დაიწყეს ხატვა და ეს შემდეგ ეს დაფიქსირებული არის რეალურად დადასტურებული ფაქტებია. მაგრამ დავით, ეს დაავადებაა თუ რამე სხვა შეიძლება ვუწოდოთ? შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ დაავადება არის. ოფიციალურად დაავადებათა ნუსხაშიც არის შეტანილი, კონკრეტულად ძილის დარღვევებს მიეკუთვნება. თანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციით F51-ია, ზოგადად ძილის დარღვევები და აქედან 51-3 არის კონკრეტულად სომნამბულიზმი, ანუ მთვარეულობა. პირდაპირ ქართულ თარგმანში ესე უწერენ მთვარეულობა, სომნამბულიზმი. გენეტიკური არის ეს დაავადება თუ შეძენილი და რა ასაკში ვლინდება? გენეტიკური კავშირები ნამდვილად არის დადგენილი ეს სტატისტიკური და სხვადასხვა თვითონ გენეტიკური კვლევითაც, ანუ გენების დონეზე არის გაშიფრული, რომელი გენი განაპირობებს წინასწარ განწყობას მთვარეულობის მიმართ, მაგრამ გენეტიკური დარღვევის გარეშეც შესაძლებელია რომ ეს განვითარდეს და მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ნერვული სისტემის აგზნებადობა, ზედმეტად გადაღლა, როგორც ფსიქიკურად, ისე ფიზიკური გადაღლაც ზოგ შემთხვევებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ეპილეფსიაზე, ეპილეფსია ძალიან ახლო კავშირში არის ძილის დარღვევებთან ზოგადად. არის სიზარღვოვანი პრობლემები, განმაპირობებელი დისომნიის და კონკრეტულად აი აშლელობის, დისომნია ზოგადად ძილის დარღვევა არის. ზოგ შემთხვევაში სიმსივნური, მაგრამ ეს ძალიან დაბალ პროცენტში არის და სომნამბულიზმი თუ ვინმე სჭირს სიმსივნეს დაუკავშირდნენ და შეშინდნენ, ეს არ ღირს ხადია. უბრალოდ ბევრი ფაქტორი განაპირობებს ჯამურად. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის ეპილეფსია და მასთან ასოცირებული ორგანულ დონეზე თუ რამეს ვეთქვი. საერთოდ ამბობენ, რომ ყოველ შემთხვევაში მე ასე წავიკითხე ლიტერატურაში, რომ მთვარეულობით უფრო ბავშვები არიან ხოლმე დაავადებული. და აი ეს ნერვული აშლილობა, ვთქვათ, გადაღლა, სტრესი, ეს ხო ბავშვებთან ნაკლებად არის და რატომ ხდება? საქმე იმაშია, რომ ყოველ მესამე ბავშვი ვლინდება 30-33%-ია და მოზრდილ ასაკში კიდე არის 1-2 და 3%. 1-2%. კი. მოგახსენებთ 1-2% უფრო ადრეულ ლიტერატურაში არის მოცემული, ბოლო პერიოდში უფრო ნაჩვენებია, რომ 3%-მდე არის, ანუ 10-ჯერ მეტი არის ბავშვებში. დაახლოებით 4 წლის ასაკიდან ინტენსიურად ვლინდება და მიდის დაახლოებით 8 წლის ასაკამდე. 14 წლის ასაკში როგორც წესი უკვე დასრულებული არის და ამის შემდეგ უკვე აღარ ვლინდება მათში, ვისაც შემდეგაც არ გრძელდება და გრძელდება. სავარაუდოდ ეს არის არა იმის გამო, რომ ნერვული სისტემა დაავადებული აქვს ბავშვებს და მერე ინკურნებიან და ასე შემდეგ, არა. უბრალოდ უფრო მოწყვლადები არიან ბავშვების სტრესების მიმართ. სტრესები ნამდვილად აქვს ბავშვებს. საინტერესოა რატო გონიათ ადამიანებს, რომ ბავშვს არ აქვს სტრესი. გულისხმობ, ეხლა შეიძლება ესეთი სტრესი არ ქონდეს. ჩვენებური სტრესი არ აქვს, მაგრამ მათებური სტრესი აქვს და მათებური სტრესი არის გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და სანამ ისინი ადაპტირებას ისწავლიან ამა თუ იმ სტრესის დაძლევას და წინააღმდეგობას, მანამ უჭერთ და მანამ არიან მუდმივი სტრესის გავლენის ქვეშ და რაც მშობლებს სტრესი აქვს, ბავშვებზეც აუცილებლად აისახება. ემატება ამას ბავშვებისთვის თავიანთვის დამახასიათებელი სტრესი და ეს ყველაფერი ჯამში სანამ უსწავლიათ სტრესის დაძლევა, ექცევიან სტრესის გავლენის ქვეშ ხშირ შემთხვევაში. ძირითადი განმაპირობებელი მაინც ბავშვებში ეს არის და ეს მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ამით აიხსნება. თქვენ უსმენთ რადიოს სპუტნიკი საქართველო. რაც შეეხება თვითონ ბავშვებს, რომლებიც უფრო შთამბეჭდავები არიან, უფრო იოლად იღებენ რაღაც ემოციებს, ხო? მათში უფრო ხშირი არის ესეთი გამოვლინება, იმიტომ რომ არ აქვთ ნორმალური ძილი, არ აქვთ ღრმა ჯანსაღი ძილი. საერთოდ რა ფენომენია ეს? ძილის რა ტიპის დარღვევა არის, ხო? არის სხვადასხვა დარღვევები ძილის, არის უძილობა, როცა არ შეუძლია ჩაძინება, ან ჩაიძინებს, მაგრამ ხშირად ეღვიძება ადამიანს, არის ჰიპერსომნია, სულ ეძინება, დღისითაც თვლემს და ღამით ხო ღრმად ძინავს და ძინავს, მაგრამ ეს სხვა ტიპის დარღვევა ამ შემთხვევაში ხდება სწრაფი ძილის ფაზაში გადასვლისას, როცა ჩვეულებრივ ადამიანი სტანდარტულად სიზმარს ხედავს ხოლმე, თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზასაც ეძახიან ამას, თვალების სწრაფად მოძრაობს ამ დროს და ამიტომ ამ დროს სომნამბულიზმის შემთხვევაში ხდება არა სტანდარტულად სიზმრის ნახვა და ამ დონეზე შეჩერება, არამედ უფრო მეტად გააქტიურება ქერქის გარკვეული ნაწილის, უფრო მეტად ჩართვა ტვინის ქერქის, კი ბატონო, ასევე ჩართვა მამოძრავებელი ცენტრებისაც და შეიძლება სამეთყველო ცენტრების ამ შემთხვევაში ძილში საუბართან გვაქვს საქმე და ეს ნაწილობრივი გამოღვიძება ვლინდება იმაში, რომ შეიძლება
წამოდგეს ადამიანი, თვალი გახილელია, თვალიდან იღებს გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ არასრულად ამ შემთხვევაში უკვე იწყებს მოძრაობას. შეიძლება გავიდეს ქუჩაში, ქუჩა გადაკვეთოს, სადღაც სულიად უცნობ ადგილებში ერო, შეიძლება ღამე სიგნალის შიში ქონდეს ადამიანს, მაგრამ იმ მდგომარეობაში წავიდეს და თავისუფლად იაროს. არა იმიტომ რომ თამამია, არამედ იმიტომ რომ ეს მისთვის ღამე არ არის. ის თავის სიზმარშია პრაქტიკულად და სიზმრის გადმოტანა ხდება ამ რეალობაში. სიზმარში შეიძლება ვიღაცას ეჭხუბებოდეს და ცხადში ვიღაცას მოუქნიოს მუშტი, ვიღაცას ეთამაშებოდეს სათამაშო ხმლით მაგალითად და ცხადში აიღოს რაღაცა ჯოხი და ეს ჯოხი იქნიოს. ის სიზმარშია და ამავე სიზმარში შეიძლება იქ შუა დღეზე სადღაც მინდორში მიდიოდეს, სინამდვილეში კიდე შუა ღამეზე ქუჩაში მიაბიჯებდეს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ცრურწმენები არის გავრცელებული. მინდა დამოიკითხა. მაშინ თქვენ გითხეთ თივად. ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, მანამდე მინდა ისევ ამ თემას დავუბრუნდე. თქვენ ძანეთ რომ თუ ბავშვი ბუნებრივად სწავლობს ამას, რაღაც გარკვეული ასაკის მერე მსგავსი რამ მას არ აწუხებს, მაგრამ თუნდაც ის 3% რჩება უკვე დიდებში, რა ხდება ამ დროს? აქ მარტო ის არ არის, რომ დღის განმავლობაში სტრესებს ვერ გაუმკლავდი და ამიტომ ვერ მძინავს. გარდა ამისა კიდე სხვა ფაქტორებიც მოქმედებს ჩემი ცილის დარღვევებს. იგივე ნერვული სისტემის თავისებურება, იგივე ფიზიკური გადახლა, იგივე ჰორმონულ სისტემაში რაღაც გარკვეული ძვრები, სიზარღვოვანი პრობლემები შეიძლება იყოს ასევე სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები, წამლებს გულისხმობ, შეიძლება მათ გამოიწვიონ ეს. სხვადასხვა ხშირ შემთხვევაში ხლა აქამდე არ მიხსენებია და ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორად არის ყველა კვლევაში მიჩნეული. ეს შეიძლება გამოიწვიოს როგორც ტრანკვილიზატორმა, ისე ანტიდეპრესანტმა, ანტიფსიქოზურმა, ვაღარაფერი ვთქვათ ნარკოტიკებს. ყველასე აქვს რაღაც გარკვეული ალბათობა ამის გამოვლენის და ამიტომ ინდივიდუალურად როცა ადამიანი იღებს და ამის შემდეგ გამოვლინდება, მაშინ აკავშირებს ექიმი და წამალი იხსნება და იცვლება სხვა წამლით. როცა ამ შემთხვევაში კაცრავად ესე იგი შეიძლება ადამიანს ბავშვობაში არ აწუხებდეს სომნამბულიზმი და როცა გაიზრდება და რაღაც გარკვეულ ასაკს მიაღწევს, შემდგომში გამოვლინდეს? კი, შეიძლება ესე. ანუ ნებისმიერ ასაკში შეიძლება. ნებისმიერ ასაკში შეიძლება, კი ბატონო. იგივე შეიძლება ბავშვობაში მაწუხებდა ოდესღაც, მაგრამ 8 წლის შემდეგ უკვე აღარ შეუწუხები ვარ, მე პრაქტიკულად ჯანმრთელი ვარ, ისტორია საშლელი აღარ მახსოვს და აღარ მომეკითხება და აგერ 27 წლის ასაკში, 52 წლის ასაკში გამოვლინდეს და ეს დაკავშირებული იყოს გადაბმულ სმასთან მაგალითად. ჩემს ზედმეტ სიმსუქნესთან ღამის აპნოეს სინდრომი არის მაგალითად ასეთი რამ, როცა ღამით ნორმალურად ვერ სუნთქავ, ხრინავ, ამ ხრინის დროს ხდება ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდება თავის ტვინისთვის. და თავის ტვინი როცა არასაკმარის ჟანგბადს იღებს, ეს იწვევს მეორადად აგზნებას თავის ტვინის ქერქის და სხვა სტრუქტურების და ეს დამატებითი აგზნება რა თქმა უნდა ნორმალურ ძილთან შეუთავსებელია და არანორმალური ძილი, პათოლოგიური ძილი უკვე განაპირობებს სხვადასხვა დარღვევებიდან ერთ-ერთი ამ შემთხვევაში ამის გამოვლენასაც. აპროვოცირებელი არის ესეც. სიმსუქნე ახსენეთ თქვენ. ალბათ ეხლა ბევრთვის წარმოუდგენელიც კი არის, ჩემსაც სიმსუქნე ვახსენე, იმიტომ რომ სიმსუქნესთან არის ასოცირებული ის ღამის აპნოეს სინდრომი. გულაღმა წევს ადამიანი და როგორც ესე ხრინავს. სიმსუქნები უფრო ხშირად ხრინავენ პროცენტულად გაცილებით უფრო ხშირად ვიდრე გამხდარი ადამიანები. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ მიზეზებზე, რამ შეიძლება გამოიწვიოს მთვარეულობა. ეხლა ესე ვიტყვი, რომ ყველასთვის უფრო გასაგები იყოს. გამოვლინება გარდა იმისა, რომ რაც ჩვენ ბრძანეთ, რომ შეიძლება ადგეს, გაიაროს, არის კიდევ სხვა რამეში ლაპარაკი. ლაპარაკიც მთვარეულობის გამოვლინება, ზეგან ხატვა მოგახსენეთ თუ იშვიათეს შემთხვევა, სულ რამდენიმე შემთხვევა არის ესეთ დაფიქსირებული, მაგრამ ეგეც ფაქტია. არის დაფიქსირებული შემთხვევები, როცა ღამით დგება ადამიანი და მაცივარს გამოაღებს და ჭამს, რა თქმა უნდა, არაფერი არ ახსოვს და მისთვის პრობლემა სუქდება, მაგრამ რაგნას არის სქესობრივი აქტივობის შემთხვევებიც დაფიქსირებული. სხვათა შორის ძალიან სკეპტიკურად მოეკიდნენ ამ საკითხს და პირდაპირ უარყოფდნენ კანადელების კვლევებს რუსი ფსიქიატრები და ნევროპათოლოგები, მაგრამ ფაქტი არის, დადასტურებული არის, რომ ერთი მოკვლევით 11 ასეთი შემთხვევა აღმოაჩინეს. სულ მალე 20-მდე გაიზარდა ასეთი დადასტურებული შემთხვევები კანადაში. ახლა რამდენი იქნება დაუდასტურებელი და სრული სექსუალური აქტივობა ღამით, როცა ადამიანი არის გათიშული. წინავს მაგრამ საკმაოდ აქტიურია და რეალურად აქტიურობს. პრაქტიკულად ძალადობამდე მიდის, თუ გიწინააღმდეგობას უწევს პარტნიორი, ძალადობა არ გულისხმობს მას, რომ თავს გაუტეხავს და რაღაც, მაგრამ შეიძლება მანქანის საჭესთან დაждდეს და იმოძრაოს. ერთ-ერთი შემთხვევა იყო ასეთი, კენედის მას შეემთხვა ასეთი რამ, ღამით ადგა დაждდა საჭესთან, როგორც ჩანს მას აედევნა თავისი მდივანი და ერთად იყვნენ, გადავარდა ხიდიდან, მდინარეში ჩავარდა. როგორც ჩანს ის ამოსულა, ისე რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ვინმე მის გვერდით იჯდა, მოკლედ ნაპირზე გამოსულმა იცნო ადგილი და რაღაც ნაცნობთან წავიდა, ნაცნობთან ღამე გამოიძინა და დილით ვერაფრით ვერ მიხვდა
რა უნდა და ამასთან ვერაფრით ვერ გაიხსენა როგორ აღმოჩნდა აქ. ამ შემდეგ პოლიცია ჩაერთო, იპოვეს მანქანა გადავარნელი, ქალი დამრჩვალე მანქანაში. უბრალოდ ესეთი შემთხვევებიც ხდება. არის რწმენები რომ თქოს კედლებზე დადიან, ჭერზე დადიან. წამიკითხავს ბავშვობაში რომ ადამიანმა გააღო ფანჯარა, სარეცხის თოკის რკინაზე გაიარა და ამბობენ რომ ესეთ დროს, როდესაც ადამიანი თვარეული არის, ნაკლებად ზიანდება. ეს სიმართლე შეეფერება? სამწუხაროდ არ შეეფერება სიმართლეს და ძალიან ხშირი არის ესეთი ტრავმის შემთხვევები. ხოლო საქართველოში სტატისტიკურად რამდენი არის დაფიქსირებული ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ არსებობს კი ამის სტატისტიკა საქართველოში? საქართველოში არ ვიცი. სოფლიოში არის, ბევრი განვითარებული ქვეყნების, ამერიკის მინახავს, კანადის მინახავს, საფრანგეთის მინახავს, რუსეთში არის და საკმაოდ დიდი არის რაოდენობა აი ამ დროს დაზარალებულების, როგორც დაჭრილების, როცა მაგალითად შეიძლება ნატურის მოხსნა მოუნდეს და ხელში ჩაატყდეს თვითონ ნატურა, როცა გონიათ რომ კარში გადიან და ფანჯარაში გადასვლისას გადავარდნა და დამტრევა. იგივე გასვლის დროს კარი შეიძლება იყოს მინის და მინის კარში დაზიანება და სერიოზული ჭრილობები. გადავარდნა კიდე მაღალი სართულიდან გადავარდნა თავისთავად ცხადია რომ სიკვდილით სრულდება და ეს არ არის არანაირად არც ფარული და არც ასეთი და არც ისეთი სუიციდი, ეს იყო უბრალოდ სიზმარი, იმ სიზმარში იქ იყო კარი, ან იქ იყო გვირაბი, ან იქ იყო რაღაც გზა, გაიარა იმ გზაზე და რეალობაში სხვაგვარად აღმოჩნდა. არის ბედნიერად დამთავრებული, გაუმართლებს ადამიანს და დროულად ჩაერევა შესაბამისი სამსახური. ყოფილა მაგალითად 83 წლის ქალბატონი 9 სართულიანი სახლის სახურავზე შუაღამისას რო აღმოაჩინეს, მოპირდაპირ სახლის მაცხოვრებელმა შემთხვევით შენიშნა, დარეკა შესაბამის სამსახურში და ჩათვალეს რომ იყო სუიციდის მცდელობა, ავიდნენ სახურავზე და ვერ გააგონეს საერთოდ. ეს ქალბატონი კიდე ელაპარაკებოდა ვიღაცას ამ დროს. მასობაში რამდენიმე მეზობელმა გაიღვიძა ამათ მოძრაობაზე, იცნეს, დაუკავშირდნენ მის ოჯახს და ოჯახმა უთხრა რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, სპეციალური კამრით დაიჭირეს, მაგრამ ძალით არ გააღვიძეს, ასე ვთქვათ, არც შემოულაწუნეს, არც უყვირეს, ფრთხილად ჩამოიყვანეს და უკვე მის კარს რო უახლოვდებოდა, მაშინ შეფხიზდა და გაუკვირდა აქ საიდან რა ხდება, რა ამბავი აქვს. თქვენ უსმენთ რადიოს სპუტნიკი საქართველოს. ამბობენ რომ ამ დროს ჯობი არ გააღვიძო, იმიტომ რომ შეიძლება ეს იმ პიროვნებისთვის ძალიან რთულად დასრულდეს და რაღაც დიდ აშლილობაში გადაიზარდოს. ეს მითია თუ რეალობა? ხო, აი რო ვთქვათ რომ რაღაც განსაკუთრებულ აშლილობაში გადაიზარდოს არა, მაგრამ ზედმეტი სტრესი იქნება. მაგრამ ის რომ არავითარ შემთხვევაში არ გავაღვიძოთ, ამის პანიკური შეშეკონდეს და ეს არის ადამიანის დაღუპვა რომ გავაღვიძოთ, თლადასეც არ არის და თუ კი ხედავთ რომ ადამიანს საფრთხე ემუქრება და ვალდებული ვართ გავაღვიძოთ, მაშინ უნდა გავაღვიძოთ კიდეც. თუ კი ვინმე ხედავს რომ ფანჯარაში გადადის ადამიანი, იქ ყვირილი იქნება, ფეხში ხელის მოგიდება იქნება და ძალადობრივად უკან მოკაჩვა, თუ კი სხვა რამე იქ არ ჭრის, უნდა იმის შეშით რომ ვაი არ გაეღვიძოს, არა, ჯობს გაეღვიძოს და ადამიანი გადავარჩინოთ და არ გაგიჟდება, მაგრამ ზედმეტი სტრესი იქნება და ამ შემთხვევაში გირჩევნია მშვიდად მივცეთ მიმართულება, მოდი აქეთ წავიდეთ რაღაც ისეთ 7 ხმით უთხრათ, განხილით მიმართულება მივცეთ, მივიყვანოთ ისევ საწყობთან და ანუ ამ დროს გემორჩილება. როგორც ესე გემორჩილება კი, მაგრამ თუ კი წინააღმდეგობაში მოდივარ, თუ კი ადგილს დავიჭერთ მის სიზმარში, სადაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით და რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეს ისეთ წინააღმდეგობას გაუწევს და ანუ მდევნელი თუ არ ის შეეცდება რომ გამექცეს, ანუ ვებხვი ვიქნები მისთვის და ან ყიზილბაში ვიქნები და რა ვიცი, ამიტომ ჯობს რაც შეიძლება კეთილგანწყობილი და 7 ხმით, ფრთხილი შეხებით მივცეთ მიმართულება და არ შევაშინოთ. საერთოდ იმასაც ამბობენ რომ სველი ტილო უნდა დაუფინოს საწოლთან რომ გადმოადა სისველეს და სიცივეს რომ ეხება ამ დროს არის ამის შანსი რომ იგრძნოს, მაგრამ ყოველთვის ეს არ ამართლებს და ამით ბოლომდე დაცული და გარანტირებული არა ვართ რომ სველ ტილოზე ფეხის შეხებისთან ეს არ არის 100%-იანი გარანტია. შეიძლება ელემენტარულად მესიზმრებოდეს რომ დინარეში შევდივარ და რომ გადმოვალ, რა თქმა უნდა, დინარის სველი წყალი მესიამონება კიდეც ხო ეს სველი ტილო წყალია და ბუნებრივად ჩაჯდება სიუჟეტში. მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც თვარეულია შეიძლება ითქვას და უთქვამს რომ ძალიან ხშირად გამოღვიძებია, როდესაც უკვე კარებთან მისულარდა უნდა გამო და კარებზე ვარ მიყუდებული, ანუ იმ სიცივეს გაუღვიძებია. კი ბატონო, მაგრამ გარანტირებული არა ვართ. შეიძლება ამ დროს გააღოს და გავიდეს. კი, გაიჩნიეს სიზმრის სიუჟეტში როგორ ჩაჯდება ესეც. ძალიან ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრები ვერ ხვდებიან, რომ მათ გვერდზე ადამიანს ძინავს. ამ დროს შეიძლება ეჭვობონ, ან რაღაც საუბარი შედგეს მათ შორის და დილით ვთქვათ რაღაც დავალება მიცა დედამ შვილს და რომ დაბრუნდა სახლში, ნახა რომ არაფერი გაუკეთებია და საყვედურობენ რომ ხომ დამპირდი მე შენ მელაპარაკე, ამ დროს უხსნიან, რომ იცი რა მე არ მახსოვს რა გითხარ. ეს იწვევს ხოლმე უკმაყოფილებას. აი რა უნდა გაითვალისწინოს ოჯახის წევრმა ამ დროს თუ ეს ხშირი შემთხვევა, როგორ უნდა მიხვდეს პირველი ნიშნები? ის რაც გვემბრძანეთ პირდაპირ ნიშანია იმისა, რომ თუ არ ახსოვს სავარაუდოდ ეს იყო სიზმრის ნაწილი, ძილის ნაწილი იყო, მართალია თვალი გახელილი ქონდა, მართალია პასუხი გაგვცა, მაგრამ ეს იყო მისთვის სიზმარში და არაც ხატში არა რეალობაში
შემთხვევაში ის ვერ აკავშირებს იმ აქტივობას, ვერ აკავშირებს გარე რეალობასთან და იმ გუშინდელთან და იმ ხვალინდელთან. მოკლედ ამ ჩვენს რეალობაში და მიმდინარე პროცესებში ჩართული არ არის და ინტეგრირებული არა, რატო გეკითხებით, იცით ამას, ანუ უნდა იცოდეს თუ არა ადამიანმა, რომ თუ მის გვერდით ვინმე ღამე ლაპარაკობს. Ai uბრალოდ ლაპარაკობს, ფეხზეც კი არ დგება. ეს უკვე არის თუ არა მთვარეულობა? არის მთვარეულობა. არ არის აქ საგანგაშო არაფერი. თუ ბავშვია, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ თავის დროზე ეს გავulis. თავარი რომ ზოგადად უკეთესი პირობები შეუქმნათ. ხამით შუქი არ უნდა იყოს ანთებული, სჯობს რომ ფარდები გადაწეული იყოს და ფარდებს მაგიტო ვაქცევთ ყურადღებას არა, იმიტომ რომ მთვარის შუქი შემოდის და რაღაც მთვარესთან განსაკუთრებული რაღაც კავშირი, რამაც საერთოდ შუქი შემოდის და თუ კი შუქი შემოდის, შუქი დამატებით იმაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ჩემთვის მთვარეულისთვის, თავს რო გავახელ იქეთ წავიდეს ჩემი ინტერესი, იქეთ წავიდეს ჩემი ინტერესი, ამიტომ ფანჯრისკენ წავიდე და ის რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები ტოვებენ შუქს, ან ნებისმიერი ადამიანი ღამე ტოვებს შუქს, ეს შეიძლება მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს ბავშვისთვის თუ თუ სიგნალის მეშინია ამ შეში ჩაძინებას და ამიტომ კარგად ვერ ჩაძინებას მერჩევნია რომ შუქი დამიტოვონ, მაგრამ შუქი მაინც სახლში რაღაც ღამის ნატურა და არა ფანჯრიდან შემოსული შუქი, იმიტომ რომ თუ კი მე გავეღვიძე, მაინც ნატურისკენ წავალ და არა ფანჯრისკენ. ფანჯარაობის გეზია ალბათ, ხო? ჩვენ ახლა ზოგადად მიმოვიხილეთ ის, რაც შეიძლება მოხდეს ამ დროს ადამიანში. როგორ ხდება ამის მკურნალობა? საბედნიეროდ დახმარება შესაძლებელია. გარანტირებულად განკურნება ნაკლებად, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც შესაძლებელი არის განკურნებაც. თავარია გაირკვეს ის, რასთან გვაქვს საქმე, რა დარღვევასთან გვაქვს საქმე, რა მაპროვოცირებელი ფაქტორები არის, ეს ფაქტორები რომ მინიმუმამდე დავიდეს და ვისწავლოთ თავის მართვას. აქცენტი კეთდება ფსიქოთერაპიაზე და შედარებით მეორე ხარისხოვანი არის ფარმაკოთერაპია. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომელიმე პრეპარატის რაიმე წვლილი ხომ არ არის ამ დარღვევაში და საერთოდ რა თანმხლები, თანმდევი დაავადებები არის. და რაც მთავარია და რაც უმნიშვნელოვანესია და რასაც მართლა შედეგი აქვს, ეს არის ფსიქოთერაპიის პროცესში იმ სტრეს ფაქტორების გამოვლენა და მათი დაძლევის გზების შემუშავება და რეალურად სწავლება ადამიანისთვის უკვე მათი დაძლევის სტრატეგიების სწავლება, რაც მართლა საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ ღრმად ჩაიძინოს. ელემენტარულად თუ კი მე აქამდე არ ვითვალისწინებდი და ახლა უკვე გავითვალისწინებ ელემენტარულ რეკომენდაციას ექიმისას, რომ ღამით საჭმელი არ ჯამა. სულ ერთია მე რა შემაწუხებს, კუჭი შემაწუხებს, სავსე თუ გაზები თუ თუნდაც კუჭის წვა თუ გარეხმაური თუ სინათლე თუ ჩარჩენილი ჯავრი ხვალდრო რაღაცა გასაკეთებელი მქონდა და ვერ მოვასწარი თუ და 1000 თუ არის ხო მე ნორმალური ძილის საშუალება არ მეძლევა და ჩემი ჩვეული ამას ხვდება ადამიანი რომ ნორმალური ძილის საშუალება არ ეძლევა მე მგონი ვერ ხვდება უბრალოდ ვერ ხვდება მაგრამ ეს მთვარეულობაში ვლინდება ამ შემთხვევაში მიახვედრებს ექიმი და როცა გამოიკლოს მის რეჟიმს დღის რეჟიმს და გაარკვევს რომ 3 საათამდე უზის კომპიუტერს და მე ცოცხალ მკვდარი დგება იქედან და იწובה საწოლზე, მას ნორმალური ძილი რო ვერ ექნება ეს გასაგებია. მით უმეტეს თუ კი არის შედარებით ისეთ დაბალ ასაკში და მცირე ასაკის არის და უყურებს რაღაც აშინელებათა ფილმებს. თქვენ უსმენთ რადიოს სპუტნიკი საქართველო. საქართველოში მთვარიშვილებსაც კი ეძახიან მთვარეულებს. არის საუბარი, რომ შეიძლება ადამიანი უფრო გააქტიურდეს და მსგავსი რამ დაემართოს მთვარის რომელიღაც ფაზაზე. თქვენ ამას ეთანხმებით, იყენებთ ამას თქვენ მეთოდში თუ არა? არ ვეთანხმები, იმიტომ რომ კვლევები არსებობს ამასთან დაკავშირებით და მე ვეთანხმები და ვეყრდნობი კვლევების შედეგებს. და როცა კვლევის წინ მეცნიერს არანაირი წინასწარი მიზანი არ აქვს იმისა, რომ რაღაცა უარყოს ან რაღაცა დაამტკიცოს და უბრალოდ იკლებს და დებს შედეგებს, ხო ეს უკვე სანდო არის. თორე ახლა ასტროლოგები გამოყოფენ. ასტროლოგიაც ხო მეცნიერებაა და ასტროლოგია მეცნიერება არ არის. მეცნიერება იყო მანამ სანამ ასტრონომია გამოიყოფოდა ცალკე და კიდე სხვა მეცნიერებები სანამ ყველაფერი ერთად იყო ასტროლოგია. მაგრამ მას შემდეგ უკვე მეცნიერება აღარ დარჩა. ასტროლოგია უფრო ტრადიციაა და უფრო შეხედულებების ერთობლიობაა. თორე ის რასაც ასტროლოგია დღესდღეობით ამბობს, არაფრით არ მტკიცდება. თუ კი არ მტკიცდება ცდით, თუ კი არ მტკიცდება სტატისტიკით, მაშინ ეს უკვე მეცნიერება აღარ არის. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს, რომ ჩვენ მსმენელს რა ვიცი, თუ რამე ისეთი არის რაც მე არ ვიცი, გამომრჩა და ვერ გკითხეთ და საჭირო არის რომ ვთქვათ, სამფესტი რამეც გითხრათ. ვონე პრაქტიკულად ყველაფერი თქვით, და უბრალოდ შეიძლება დავემატო ის რომ სიფრთხილესთან დაკავშირებით, თუ კი მამჩნევი რომ ხშირად ვდგები და ხშირად მოძრავ, ამ შემთხვევაში სასურველია რომ ჩემი ოთახის კარი არ იყოს მინის. ჩემს ოთახში, საძინებელ ოთახში არ იყოს იოლად მსხრევადი საგნები. და კარგი იქნება ასევე თუ კი ფანჯარაზე მექნება გისოსე. საუბრის ბოლოს მე მინდა მაინც მარტივი რჩევები მივცეთ ორივე მხარეს. და შეიძლება ვუთხრათ შენაბულებისთვის ვიტყვით პირველ რიგში იმას, რომ საპანიკო არაფერია, მაგრამ დასაფიქრებელი კი არის. რა შეგვიძლია შევცვალოთ? ცხოვრების წესში იქნება თუ სხვა მხრივ, რითიც ჩვენ შევძლებთ იმ გამოვლენებების მინიმუმამდე დაყვანას და ზოგ შემთხვევაში სრულად მოხსნას, რაც დღესდღეობით
არის ამ ინტენსივობით, რაც არის. ანუ ამისთვის შეიძლება იყოს საკმარისი ერთი და იგივე დროს დაძინება და ეს დრო უნდა იყოს კონკრეტული, იყოს გარანტირებულად 7-8 საათიანი წილი. შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ის, რომ თავი შევიკავო თრობისგან, შევამცირო თამბაქოს მოხმარება, თუ კი მთლიანად არ გადავაგდებ. ნარკოტიკებზე ზედმეტია საუბარი კიდე, ტრანკვილიზატორები უნდა იყოს სწორად შერჩეული და თუ ეს შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი, ანუ აქამდე არ მქონია და ტრანკვილიზატორის მოხმარების შემდეგ მართალი ექიმის დანიშნულებით, მაგრამ მაინც მოხმარების შემდეგ ვლინდება, ესეც შესაძლებელია, შეიძლება ანტიეპილეფსიურმა პრეპარატმაც გამოიწვიოს და ესეც შესაძლებელი იქნება სხვა ანალოგით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იგივე ჭამა ვახსენეთ, ხო სულ ერთია, რაც მე მაფხიზლებს, არ მაძლევს ნორმალური ჩაძინების საშუალებას, ელემენტარულად სიცივე, ხო? ანუ ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ხელს მიშლის ნორმალური ცილში, არის დამატებითი მაპროვოცირებელი ფაქტორი იმისა, რომ ცილის დარღვევის ეს ფორმა მოგვწეს. მეორე მხარეს ურჩევდით იმას, რომ ყვირილით არ გავაღვიძოთ, საერთოდაც მაინც და მაინც გაღვიძება არ არის აუცილებელი და გვირჩევნია არც კი გავაღვიძოთ, ისე შევეცადოთ შებრუნებას, რომ და ალბათ უნდა დაუჯერონ, რომ ნამდვილად არ ახსოვს. ხო, ეს ცხადია, უნდა დაუჯეროთ. და ამ დროს ალბათ თავი რჩევა მაინც ის იქნება, რომ მიმართონ ექიმს. ექიმს მიმართონ, რომ უფრო დეტალურად გამოვარკვიო მიზეზები და მინიმუმამდე დაყვანაში ჩაერიონ კი. და რაც მთავარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაარკვიონ მათი ემოციური სტრესების საფუძვლებში და რით შეიძლება დაძლიონ. აითვისონ იგივე რელაქსაციის ტექნიკა, აითვისონ ყურადღების მართვის ტექნიკა, რომელიც საშუალებას მისცემთ, რომ იყვნენ მშვიდები. ფიქრობ, რომ ჩვენი მსმენელებისთვის ეს ძალიან საინტერესო საუბარი იქნებოდა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი აღმოაჩენდა, რომ შეიძლება მსგავსი რამისგან განიკურნოს ექიმთან და გაითვალისწინებენ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. მე მათ შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩემი სტუმარი იყო ფსიქიატრი ბატონი დავით ანდღულაძე.